ძალიან თბილი გარემო დამხვდა, როგორცაც ვფიქრობდი, ისეთი დამხვდა. აი, არასდროს ცუდი არ გამიგია ილიაზე, ყოველთვის კარგს ვისმენდი, ყოველთვის მომწონდა. მე ვფიქრობ, რომ დღეს სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო თანამედროვეა და უფრო მეტ შესაძლებლობას გვაძლევს. ის რომ მთელი ჩვენი სამყარო იქნება ის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი რეგიონი თუ ერთი პატარა საუნივერსიტეტო საზოგადოება იმდენად იქნება თავისუფალი, სოლიდარული, სამართლიანი და დემოკრატიული, რამდენადაც თითოეული ჩვენგანი ჩვენი საერთო პასუხისმგებლობის გადანაწილების კულტურით შევქმნით მას. და მე მინდა რომ სწორედ აი ასეთი თანაგანცდის, თავისუფლების, სოლიდარობის და რაც თავი აკადემიური წარმატების წლები გისურვოთ ილიას უნივერსიტეტში. ეს არის ოჯახი, სადაც დაცულია თქვენი პიროვნული აზრის გამოხატვის თავისუფლება, სივრცე, რომელიც ქმნის მრავალფეროვან შესაძლებლობებს, როგორიც ის თავად არის. მე მინდა განსაკუთრებულად საინტერესო წლები გისურვოთ ილიაუნის დიდ ოჯახში, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული სოლიდარობით, სიმამაცით, გამბედაობით და ყოველთვის დგას ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მომავლის სწორ პოზიციაზე. ეს რა ვნახე მრავალფეროვნება, მარტო კლუბი, ანუ მარტო ლექციების გამო არ ვამბობ, აი კლუბების მიხედვით რამდენი არჩევანია, სპორტი, შემოქმედებითი ხელოვნება, ყველაფერი რაც არის. აი თუ თქვათ რაღაც კონკრეტულ ფაკულტეტზე სწავლობ და სხვა რაღაცის სწავლაც გინდა, მაგის შესაძლებლობაც არის ძალიან თავისუფლად და თან კაი ხალხია რა. მე მოგზაურობა მიყვარს ძალიან და სალაშქრო კლუბი არის აქ როგორც იცი და ბედნიერი ვარ ძალიან რომ აქაც გავაგრძელებ ჩემს საქმეს. მე ფოტოგრაფიით ვარ დაინტერესებული და მაგის კლუბი არის და ასევე არასდროს არ ყოფილა არსად და აი მოგზაურობის კლუბი და მეც ტურიზმის. შეგიძლიათ თეატრალურ კლუბში გაწევრიანდეთ. ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მეცნიერებათა ხელოვნების ფაკულტეტზე უმაღლესი ქულის მიღებისთვის 1000 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერით ჯილდოვდება თინათინ გაბუნია, სალუქაძე მარია, გასანოვა ჟალე, ანი გუგულაშვილი, მაისურაძე ირაკი, რამაზაშვილი ლექსო, ხარაიშვილი ანამდე, ბერლავა აკა. ცოტა გაოცებული ვარ, იმიტომ რომ არ მოველოდი. აინც მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ. და უფრო მეტი პასუხისმგებლობას ვქნებ, ახლა რომ კიდევ უფრო მეტი ყვირთი დამაკავსავით, რომ მეტი შრომა და რა თქმა უნდა წინსვლა. არ უკან დახევა. ვერა რას უნდა ნიშნავდეს სიტყვა სილაბუსი.